საღამომშვიდობის. თქვენ წინაშეა სპეციალური გამოშვება. დღევანდელ გადაცემას ასე დავარქვი. თბილისური ნიურნბერგი. 17 წელიწადია, რაც პრესაში, ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში, სადაც მიმიწვდებოდა ხმა, გავყვირი, რომ სააკაშვილი და მისი ხროვა არა უბრალოდ დამნაშავეები, არამედ სამხედრო დამნაშავეები არიან მეთქი. კი გავყვიროდი ამდენი წლის განმავლობაში, მაგრამ ვინ მიგდებდა ყურს. ახლა მგონი რაღაც პროცესები იწყება. ჩემი აზრით და ჩემი დაკვირვებით სერიოზული პროცესები. და მაინც რა პროცესია ეს? მოდით მოვუსმინოთ მმართველი პარტიის წარმომადგენელს. სოფლიოში განვითარებულმა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა ქართულ საზოგადოებას ბევრ კითხვაზე გასცა პასუხი. ყოველდღიურად კიდევ უფრო ნათელი ხდება გარე ძალების მიერ დაფინანსებული და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკური ჯგუფების საქმიანობის რეალური მიზნების შესახებ. ამავე დროს საზოგადოება თვალყურს ადევნებს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ხდომებს. სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს სხვადასხვა ადამიანების გამოკითხვა და პირველივე დღეებში არა მხოლოდ ინფორმაციულად, არამედ უკვე მტკიცებულებების დონეზეც აშკარად გამოიკვეთა, რამდენად ღრმა ფესვები აქვს იმ ბოროტებას, რომელსაც დღემდე ებრძვის ქართული საზოგადოება და მის მიერ არჩეული ხელისუფლება. რამდენად დიდი გამოწვევების წინაშეა ჩვენი ქვეყანა და რა მასშტაბის საშიშროების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეთ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედი გარედან მართული და ყველანაირ დანაშაულზე წამსვლელი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები კვლავ იქნებიან უფლებამოსილნი იწოდებოდნენ პოლიტიკოსებად. პოლიტიკურ პარტიებად და ამ სახელდების ქვეშ განაგრძობდნენ საქართველოს წინააღმდეგ მორალური, პოლიტიკური თუ სისხლისამართლებრივი დანაშაულების ჩადენას. ერთი სიტყვით, ის პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, არ არის მხოლოდ გუშინდელი დღის შესწავლა, გამოკვლევა, გამოძიება და დადგენა იმისა, თუ რა მოხდა. არამედ ამას ახლავს დადგენა იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ მოვლენები ისე განვითარდება, როგორც ეს ვიღაცას აქვს დადგენილი და წარმოდგენილი. აი, ეს არის უმთავრესი. გუშინდელი დღე შესაძლებელია ხვალინდელ დღედ გვექცეს, თუ პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ისე არ წარიმართება, როგორც საჭიროა, ანუ ობიექტურად და იმ შედეგით არ დაგვირგვინდება, რა შედეგიც უნდა დადგეს, მაგრამ მოდით მანამდე კიდევ ერთხელ მოვისმინოთ, ვინ არიან ეს ძალები და რას წარმოადგენენ ისინი, ვინც გუშინ ჩაიდინეს დანაშაული და ხვალაც აპირებენ დანაშაული ჩადენას. საგამოძიებო კომისიის პირველივე ხდომებიდან კარგად გამოჩნდა, რომ წარსულში ჩადენილი გაუგონარი დანაშაულების ავტორები და მათი თანამძრახველები ქვეყნის წინაშე საერთო ტრული მიზნით მოქმედი პოლიტიკური პარტიები უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას. დიახ, ისინი უნდა ჩამოშორდნენ პოლიტიკას, მაგრამ როგორ, რა ფორმით და რა შეიძლება ამას ეწოდოს სახელად. შეგახსენებთ, რომ კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის ანტიკონსტიტუციურად გამოცხადება ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო. უკვე აშკარაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგცემს მყარ საფუძველს მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. ეს უკვე საკითხია, სერიოზული საკითხია. ესე იგი, უნდა დაისაჯოს არა კონკრეტული დამნაშავე, რაღაც კონკრეტულად ჩადენილ დანაშაულთა გამო, ეპიზოდურ დანაშაულთა გამო, არამედ უნდა დაისაჯოს დამნაშავე და დამნაშავეები იმის გამო, რომ ისინი სისტემურ დანაშაულს ჩადიოდნენ, ორგანიზებულ დანაშაულს ჩადიოდნენ და მათ ჩამოაყალიბეს ორგანიზაცია, რომელიც იყო დანაშაულებრივი. აი, ეს არის მთავარი, ეს არის ამოცანა, ეს არის ახლებური მიდგომა, ეს არის რევოლუციური მიდგომა და ამას, რა თქმა უნდა, აქვს საფუძველი. იმას,
რომ ამ ყველაფერს აქვს საფუძველი, რა თქმა უნდა, დრო და გარემოება გვიჩვენებს გაკეთებული დასკვნები, საბოლოო დასკვნები, მაგრამ მანამდე მე მინდა შემოგთავაზოთ, რომ გავადევნოთ თვალი ზოგიერთი ფრაგმენტი, ზოგიერთი ეპიზოდი, ვნახოთ იმისა, თუ როგორ მიმდინარეობს ეს ხტობები. მაშასე, აი ერთ-ერთი ეპიზოდი. უნდა იმის განცდა, რომ სადღაც შორს წინა ცხოვრებაში ჰიტლერის თანაშემწე ვიყავ. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის თანამდებობაზე მუშაობის წლებმა მიხეილ ქარელის ცხოვრებაში მძიმე კვალი დატოვა. მათ შორის ამის შედეგია ის, რომ საგამოძიებო კომისიის ხტომაში მონაწილეობა მან დღეს დისტანციურად საფრანგეთის ერთ-ერთი კლინიკიდან მიიღო. ქარელი წინა ხელისუფლების პირობებში საპატიმროში შერყეულ ჯანმრთელობას დღემდე მკურნალობს. მან თქვა, ძალიან ეს სამი სიტყვა, ძალიან კარგად მახსოვს, რომ ამერიკელები მისდევენ რუსებს. საინტერესო ნათქვამია ძალიან, რომ ამერიკელები გასცემენ პასუხს. ესე იგი, უკვე არის მინიშნება იმასთან დაკავშირებით, რომ ის რაც მოხდა 2008 წელს ომის სახით. ეს არ იყო საქართველოში დაგეგმილი, საქართველოში დაწყებული და საქართველოში განხორციელებული პროცესი. ეს იყო პროცესი, რომელიც იმართებოდა ქვეყნის გარედან. მე არ ვიცი, კომისია წავა თუ არა მიმართულებით, განვითარდება თუ არა ეს მაგისტრალური ხაზი, მაგრამ ფაქტია, რომ თუ ეს ასე არ მოხდება, თუ ჩვენ ვერ ვნახავ და ვერ მივაგნებთ ნამდვილ დამნაშავეებს, რომლებმაც დაგეგმეს ეს ყველაფერი და საქართველო ჩაითრიეს ომში, რომელიც დამანგრეველი იყო საქართველოსთვის და რომელმაც საქართველოს დაშლა მოიტანა. აი ასეთ შემთხვევაში ბოლომდე არ იქნება ეს საკითხი მიყვანილი, თუმცა შესაძლებელია ბევრი ისეთი ეპიზოდი გამოიკვეთოს, რომელიც სასჯელსაც იმსახურებს, განხილვასაც იმსახურებს, განსჯასაც იმსახურებს და ასე შემდეგ, მაგრამ საკითხი, ჩემი აზრით, ბოლომდე უნდა მივიდეს. ახლა იმასთან დაკავშირებით თუ რა და როგორ ისევ ბატონი მიხეილ ქარელი. ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ სააკაშვილის გეგმების თავდაპირველად მასაც სჯეროდა, თუმცა წარმოდგენები ეცვლება მაშინ, როცა ექს-პრეზიდენტს აფექტურ მდგომარეობაში პირველად ხედავს. 2004 წლის ზაფხულის მოვლენები სააკაშვილის პირველი ფართო მასშტაბიანი ავანტურა იყო. ეს მიხეილ ქარელმა დღეს საგამოძიებო კომისიას უთხრა. ესეც უაღრესად საინტერესო ნათქვამია. არა მარტო 2008 წელი, არამედ 2004 წელია ნახსენები. შემდეგ 2006 წელსაც ახსენებენ. ესე იგი, წინარე პერიოდი აგვისტოს დამანგრეველი მოვლენებისა იყო ამ გარკვეული ავანტურისტული ქმედებებით დატვირთული. იმიტომ რომ მზადება დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა. ეს არ იყო რაღაც ექსპრომტად გადაწყვეტილი საკითხი, ეს არ იყო რაღაცა ემოციებით და აფექტებით ნაკარნახევი საკითხი, ეს იყო საკითხი, რომელიც მზადდებოდა, რომ უნდა მომხდარიყო ის დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, რომელსაც 2008 წელს საბოლოოდ მაინც მიაღწიეს, იმიტომ რომ ეს პროცესი უნდა ყოფილიყო გლობალური პოლიტიკისთვის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ეპიზოდი. და მას ის როლი უნდა ეთამაშა, რომელიც შემდგომ მოგვიანებით უკრაინაში გაითამაშეს, მაგრამ საქართველოში მაშინ ეს პროცესი არ შედგა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ნამდვილ ავანტურასთან გვაქვს საქმე და ამის შესახებაც ბატონი ქარელი გვეტყვის. ის რაც 2008 წელს მოხდა, სრულიად შესაძლებელი იყო, რომ უკვე მოხდარიყო გაცილებით ასე უკვე 2004 წელს. რომ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბატონ ზურაბ-ჟვანიას ძლიერი წინააღმდეგობა სააკაშვილის მიმართ. 2004 წლის რომელი პერიოდია, როცა ზურაბ-ჟვანიამ ეს ააცილა ქვეყანას თავიდან? ეს არის აგვისტოს თვე. ერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ანდრეიშვილი. ცირითადად ეს 4 ადამიანი იხებდა ასეთ ტიპის მნიშვნელოვანი ჩარჩხერებს. როდესაც მე ის ვნახე პირველად აფექტურ მდგომარეობაში, გულწრფელად გეტყვით, მე ძალიან დიდი შიში გამიჩნდა, რომ ერთჩვენიერ დღეს დიდ უბედურებას მოუტანდა როგორც ხალხს, ისე ქვეყანას. ისეთი ავანტურა, რომელიც 2004-ში მან, ასე ვთქვათ, ჯარების შეყვანით შიდა ქართლში, ასე ვთქვათ, ჩვენს რაიონში მოახერხა, ესეთი ავანტურა მან დარწმუნებული ვარ, არაერთი არ გააკეთა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი. ეს იყო ავანტურისტული ქმედებების მთელი ჯაჭვი, რომელიც
პრინციპში მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მაგრამ ეს სადღაც დაიგეგმა და ამის განხორციელებლები საქართველოში ჩვენ და სამწუხაროდ იმ დროინდელ საქართველოში მოიძებდნენ. ეხლა თვითონ მიხეილ ქარელთან დაკავშირებით მან ძალიან დიდი ტანჯვა და წამება გამოიარა. სულაც არ არის ადამიანისთვის საჭირო ქონდეს უმაღლესი სამედიცინო განათლება, რომ დაუსვას დიაგნოზი თუ ის ფსიქიკურად მართლაც ავადმყოფია სრული ამსვლის მნიშვნელობით და მე მაშინ განცხადებას დავწერე თანამდებობისგან წასვლის შესახებ, რომელიც დამიბარა, დახია, გაგიჟებულმა, ასე ვთქვათ, მიმოფანტა თავის კაბინეტში და გამაფრთხილა, რომ მეორეთი მსგავსი რამ არ გამებედა და თუ გაბედავდა თვითონ იცოდა სად გამაგზავნიდა. მან ვერ აიტანა ის, რომ ასე ვთქვათ, ოპოზიციის მხარი დავიჭირე, ჯერ ორთაჭალის ციხეში მიმიყვანეს, სადაც ეგ ფიზიკურად გამისორდნენ, შემდეგ რაღაცა ბეტონის რაღაცა სულ წყლით იყო სავსე და ამ ბეტონის ოთახში დამტოვეს ასე 4 დღის განმავლობაში. ვერ მიიღო, ასე ვთქვათ, ჩემგან ყველაფერი ის, რაც თვითონ სურდა. შემდეგ უკვე მთელი ზეწოლა ჩემს ოჯახის წევრებზე, ჩემს მოხუცებულ მშობლებზე გადაიტანა. მთელი ეს მშობლების სახელზე რიცხული ქონება მთლიანად წაგვართვა. ამიტომ ვამბობ, არასდროს მაშინ იყო საშიში, დღესაც კი საშიშია. გეცნოთ ხომ ხელწერა. ეს არის სააკაშვილის ხელწერა. ეს იყო მწამებელი, ეს იყო სისხლის მსმელი, ეს იყო დაუნდობელი ადამიანი, მაგრამ ეს ჩვენ ყველაფერი ვიცით. თავარი არის აქ შეფასება, რომელიც ბატონმა ქარელმა გააკეთა, რომ ის კი არ იყო საშიში, არამედ ის დღესაც არის საშიში. ეს საშიში ფენომენია, საშიში მოვლენაა. და ეს სიტყვები მარტო ქარელს რომ ეკუთვნოდეს, შესაძლებელია რაღაცა ეჭქვეშ დაგვეყენებინა, მაგრამ კარგა ხნის წინ, დიდი ხნის წინ ასეთი შეფასება მიხეილ სააკაშვილს სხვა პერსონაჟს მისცა. მას გონია რომ ამით აშინებს ახლა მთელ საქართველოს. და მაჩია რომ ძალიან საშიში მოვლენა. თავისთავად ეს პიროვნება არის საშიში მოვლენა. ნამდვილად ასია. ეს პიროვნება ჯერაც არ არის ბოლომდე განეიტრალებული. ეს პიროვნება ახლაც თავისი სიშლეგით, თავისი არაადეკვატურობით, თავისი არათანმიმდევრულობით და თუ გნებავ თავისი ანტიადამიანურობითა და თავისი ფაშიზმით არის უაღრესად საშიში მოვლენა. ამიტომ პროცესები, რომელიც დაწყებულია, ბოლომდე უნდა მივიდეს. მით უმეტეს, რომ რთული პროცესებია ეს. აქ მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხო გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას. ქარელთან საუბარს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე კითხვის გარეშე არ ჩაულია. პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის პასუხი იყო მოკლე და ბევრის მთქმელი. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებას დღემდე რაღაცნაირად ბევრ კითხვას ბადებს და შეიძლება არასწორად მახსოვს, მაგრამ რატომღაც მახსოვს, რომ თქვენ რაღაც განცხადებები გაქვთ გაკეთებული ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. რამე ინფორმაცია ხო არა გაქვთ ისეთი, რაც შეიძლება საინტერესო იყოს საზოგადოებისთვის? მე ვფიქრობ, რომ ამ გარდაცვალებასთან დაკავშირებით მხოლოდ ოქრუაშვილმა და სააკაშვილმა იციან რეალურად რა მოხდა. ესეც უაღრესად საინტერესო ნათქვამი გახლავთ. მხოლოდ ამ ორმა კაცმა იცის რა მოხდა. ანუ ჩვენ არ ვიცით რა მოხდა, საზოგადოებამ არ იცის რა მოხდა. მოხდა სხვა რამ, ვიდრე ჩვენ ვიცით. ესეც გასახსნელი საკითხია. მე ვიტყოდი, ესეც გასახსნელი დანაშაულია, იმიტომ რომ ეს დანაშაული სხვა გაცილებით უფრო დიდ დანაშაულთა შემადგენელი ერთი რგოლია. ჯაჭვის ერთი რგოლი. და აქ შემოდის პერსონა, უაღრესად საინტერესო პერსონა, ეს გახლავთ ბატონი გრიგოლ ვაშაძე. მიხეილ სააკაშვილის კომისიის დღევანდელ სხდომაზე მფარველად გრიგოლ ვაშაძე მოევლინა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხისთვის დახურულ ფორმატს ითხოვდა. თუმცა არანაკლებ მთავარი მან მაშინ აღიარა, როცა კითხვა აგვისტოს ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის საკითხს შეეხო. ეს იყო 21 ფებრუარს ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ სააკაშვილის და პუტინის, როდესაც მან თქვა, ჩვენ ადეკვატურად თქვენ ხარჯზე ვუპასუხებთ კოსოვოს
დამოუკიდებლობის აღიარებას. ეს თქვენი ბრალი არ არის, ეს თქვენი გეოგრაფიის ბრალი არის. თქვენი ნების წინააღმდეგ, ესეც ციტატა არის, შეგათრევენ ნატოში, დააყენებენ რაკეტებს და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას. საუბრის მიმართ სრულიად დაკარგა ინტერესი. ვინ? პუტინმა. პუტინმა. სრულიად დაკარგა ინტერესი და ჩვენთვისაც ყველაფერი გასაგებია. დააგვირდით პუტინის ნათქვამს. პუტინმა იცის თუ რა ხდება გლობალურ პოლიტიკაში. საქართველოს როგორც აქ იყო ნათქვამი, შეათრევენ ნატოში, საქართველოს ტერიტორიაზე დააყენებენ იმ რაკეტებს, რომლებიც დამიზნებული იქნება რუსეთის სტრატეგიული ობიექტებისკენ. ამის დაშვება არ სურს რუსეთს და რუსეთს რა თქმა უნდა სრული უფლება ჰქონდა, რომ ამისი სურვილი არ ქონოდა. ეს მისი ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს, იყო კიდეც და ამას ჩვენ რა თქმა უნდა გაგებით უნდა მოვეკიდოთ, მაგრამ ჩვენ ამის გაგება გვიჭირდა ყოველთვის, იმიტომ რომ ჩვენ ადგილზე კი არ ვიმართებოდით, არამედ გარედან ვიმართებოდით და ვიყავით ასე ვთქვათ მარიონეტები, რომლებსაც თავს ახვევდნენ რაღაც გარკვეულ მოსაზრებებს, გარკვეულ მიზნებს, რომლებიც ჩვენთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი, ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო იყო. ეს პუტინმა იცოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ არ იცოდა, ან არ უნდოდა სწოდნოდა, იმიტომ რომ მათი პირადი ინტერესები სწორედ ამაზე გადიოდა. თუ კარგი შემსრულებლები იქნებოდნენ, მაშინ მათთვის კარგ პირობებს შეიქმნიდნენ და რას მოუტანდა ეს საქართველოს, ამას ისინი ნაკლებად დაგიდევდნენ. დიახ, კიდევ ერთი ეპიზოდი. 2008 წლის სადღაც ივნისის პერიოდში, თარიღი თქვენ გემახსოვრებათ, თითქოს და თქვენ ჩაგაქვთ რუსეთში წერილი. რა წერილი ჩაიტანეთ რუსეთში? ეს იყო ჩვენი ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც შეთანხმებული იყო ჩვენ მოკავშირეებთან. ძალიან დიდი ინტერესით მოახდინა ამაზე რეაგირება საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მაგრამ სამწუხაროდ ეთყობა ზემოთ სხვანაირად გადაწყვიტეს და მესამე დღეს ეს დოკუმენტი გაზეთ კომერსანტში იყო გამოქვეყნებული. მე ვიცით რომ იყო პასუხი. პასუხი არ მოსულა ქალბატონი. აქ არის პასუხი. არა, პასუხი არ მოსულა, მე მხედველობაში მაქვს სერიოზული პასუხი. შესდგა სანქტ-პეტერბურგში შეხვედრა მიხეილ სააკაშვილს და მედვედევს შორის. და მოლაპარაკება იყო, რომ ივნისში უნდა შეხვედროდნენ ასტანაში. აი ამ წერილის შემდეგ. მედვედევმა ყველანაირად აარიდა თავი კონტაქტს, შეხვედრა არ შესდგა. მიზეზი რა იყო? მიზეზი დახურულში მოგახსენებთ. ეს ბოლო სიტყვები დახურულ ნაწილში მოგახსენებთო, სლომის დახურულ ნაწილშიო, არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც ჩანს არის რაღაცა ისეთი, რაც ფართო საზოგადოება არ უნდა იცოდეს. დღემდე რჩება ასეთი რამ. ყოველ შემთხვევაში ბატონ გრიგოლ ვაშაძეს ასე აქვს წარმოდგენილი. საერთოდ მთელი ეს კითხვა პასუხი უაღრესად საინტერესოა, იმიტომ რომ აცოცხლებს იმ მოვლენებს და იმ პროცესებს, რომელიც თითქოს ვიცით, მაგრამ დეტალებში არ ვიცით, რომელიც თითქოს ჩვენი გუშინდელი დღეა, ჩვენს თვალწინ მიმდინარეობდა ეს ყველაფერი, მაგრამ უამრავ ფარულ ეპიზოდს და ელემენტს შეიცავს. ამიტომ რა თქმა უნდა, საინტერესოა ეს ყველაფერი, აი საინტერესოა კიდევ ერთი ასეთი ეპიზოდი. ბრძანეთ ასეთი რამ, რომ 4 აგვისტოს მასირებული შეტევა იყო სოფელ ნულში. შემდეგ ამბობთ, რომ 7 აგვისტოსო, ჩემი ხელით დავწერე განცხადებაო საგარეო საქმეთა სამინისტროსიო, სადაც ჩავწერეო, რომ რუსეთმა როკის გვირაბში შემოიყვანა ტექნიკა. თუ ეს ყველაფერი იცოდით, რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა? ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო. როგორც თქვენ გესმით, რამდენჯერმე ეს საკითხი მე უშიშროების საბჭოზე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთ. როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაყავს მოსახლეობა. ესე იგი, რომ არ შექმნილიყო ასეთი შთაბეჭდილება, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და ამიტომ გაყავს მოსახლეობაო, გაწირეს მოსახლეობა. ჩატოვეს იქ, სადაც ომი უნდა გათამაშებულიყო. ომის თეატრად უნდა ქცეულიყო ეს ტერიტორია, სადაც ცხოვრობდა ჩვეულებრივი მშვიდობიანი მოსახლეობა და ისინი პრაქტიკულად გაწირეს აი ამ მიზეზით.
რომ ვინმეს არ გონებოდა ჩვენც ვემზადებით ომისთვის. ამასთან დაკავშირებით ერთგვარად აგრძელებს ყველაფერ ამას ახალი პერსონაჟი შემოვა ბატონი ბესტაევი. მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმის არარსებობაზე ვრცლად ისაუბრა თამას ბესტაევმა, რომელიც 2007 წლებში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვის მინისტრი იყო. ბესტაევმა თქვა, რომ აგვისტოს ომის დროს ცენტრალურმა ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობა და მთლიანად რეგიონი საზარბაზნე ხორცად გაიმეტა. რატომ არ იყო ევაკუაციის გეგმა? რატომ არ გახორციელდა ევაკუაცია? ანუ მე დასკვნა ის მქონდა და დღესაც იგივე მაქვს. გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად, გაიმეტეს ბუნებრივი ადმინისტრაციის თანამშრომლები, გაიმეტეს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და იქ ვინც ფუნქციონირებდა ის რეგიონი მთლიანად. აი ასე გაიმეტეს მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად. ეს სათქმელადაც ძიმეა, უაღრესად ძიმე, მაგრამ გასაკეთებლად როგორია, დასაშვებად როგორია, რომ მოსახლეობას იმეტებ საზარბაზნე ხორცად. სამწუხაროდ ასეთი იყო ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მაშინ ყავდა. აქ ბევრი პერსონაჟი გამოჩნდა და გამოჩნდება კიდევ. ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟი, რომელიც გამოჩნდა ამ კომისიის ხტომაზე, გახდათ ბატონი ნოღაიდელი. სკანდალური აღმოჩნდა ზურაბ ნოღაიდელის განცხადებებით, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს ჯერ ფინანსთა მინისტრი იყო, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა. ნოღაიდელი ამბობს, რომ ომის ზღვარზე საქართველო ჯერ კიდევ 2006 წელს იდგა. სჯერა, რომ ომის აცილება 2008 წელსაც უნდა მომხდარიყო. კომისიის ხტომაზე მის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა ქართულ პოლიტიკაში ზურაბ ჟვანიას ფიგურის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთა. ზურაბ ჟვანიას ფიგურის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ გამოკვეთაო. სწორია, ალბათ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო ზურაბ ჟვანია. პოზიტიური, ნეგატიური, დადებითი, უარყოფითი ეს სხვა საკითხია, ამას ისტორია უფრო გამოკვეთავს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მნიშვნელოვანი პიროვნება იყო და ამ თვალსაზრისით თქვენ გახსოვთ ალბათ ასეთი ნათქვამი იყო. ნათქვამი, რომ ახალ წელს მე შევხვდები ცხინვალში. ეს იყო ბატონი ოქრუაშვილი. აი აქ ამ მსჯელობის დროს ეს საკითხიც გაიჟღერებს. თქვენი პრემიერ-მინისტრობისას თქვენი მინისტრი თავდაცვის ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი აკეთებს ასეთ განცხადებას, რომ ჩვენ ახალ წელს შევხვდებით ცხინვალში. იყო თუ არა ეს თქვენთან შეთანხმებული? თავდაცვა უსაფრთხოება საგარეო პოლიტიკა იყო პრეზიდენტის განსაკუთრებული უფლებამოსილება და მას შესაბამისად თავდაცვის მინისტრის მარტო ეს კი არა არც ერთი განცხადება ჩემთან შეთანხმებული არც უნდა ყოფილიყო. ეს იყო ძალიან უსარგებლო, სრულიად არასაჭირო განცხადება, ხო პირდაპირ ვთქვათ, ყველამ კარგად ვიცოდით ისედაც რომ არანაირ ახალ წელს ცხინვალში არ შეხვდებოდა ირაკლი ოქრუაშვილი. ფაქტია, ეს ყველა მიცოდა. ამას მაინც სიტუაციაში ღრმად გარკვევა არ სჭირდებოდა. საქართველოს ყოველმა მოქალაქემ იცოდა, რომ ეს იყო წამონასროლი რაღაც კრეხელური, პოპულისტური ფრაზა, რომელსაც უკან არაფერი ედგა, რომელიც რეალობასთან მიახლოებულიც არ იყო, მაგრამ ასეთი იყო მათი ბუნება, პოპულიზმიც მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო. ახლა ერთი საკითხია საინტერესო, ეს ყველაფერი, ეს უბედურება, რაც მათ დაატეხეს თავს, რით იყო გამოწვეული? ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული მდგომარეობით, ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, სიგიჟით, თუ ეს რაღაცა სხვა გარე ინტერესების შედეგი იყო, სხვა სახელმწიფოების დაინტერესება იყო, ასეც დადგა საკითხი ამ სხდომაზე. 2006 წელს ავიცილეთ დაპირისპირება ძლივსო ზღვარზე გავიარეთ, თუ ამის შესახებ კონკრეტული დეტალები რომ გვიამბოთ. ჩვენ ფაქტურად უკვე ვიყავით შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე, რომლის მოგვარებაც მოხერხდა მაშინ. როგორ მოხერხდა ამის მოგვარება, რომ გითხრათ დეტალები? ჩხუბით. ვისთან იჩხუბეთ? პრეზიდენტთან, პრეზიდენტთან.
აი ამ პირობებში, როდესაც ეს კაცი ამ პოლიტიკას ატარებდა. მაგალითად, ჩაიცვამდა სამხედრო ფორმას პრეზიდენტი და იტყოდა, რომ ყველამ უნდა ჩავიცვათ სამხედრო ფორმა და ჩვენ ცხინვალში შევხვდეთ დღესასწაულს. ამას აკეთებდა ის მარტო უხეშად რომ თქვა, ერთი ირაკლი ოქრუაშვილის და მისთანების იმედად, თუ გარედან იღებდა დავალებებს. სიგიჟესთან ჰქონდა საქმე. სიგიჟესთან რომ ჰქონდა საქმე, ამას მე მგონი დამატებითი განმარტებები აღარ სჭირდება, მაგრამ ჰქონდა თუ არა უცხოურ ზემოქმედებას ადგილი. აი ამ თემაზე ჩემთან საუბარი არასდროს არ ყოფილა. ხუმრობანარევი ტონით რომ თქვა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ის რომ გარკვეული შლექთა ჯგუფი მართავდა პროცესებს ქვეყნის საზიანოდ, ამაში ეჭვი შექმარვიათ, ანუ სიგიჟესთან რო ქონდა საქმე, მაგრამ ეს პლუს გარედან მართულიც იყო თუ არა, ამაზე თქვენთან საუბარი არავის არ ქონია. ხო, ასეთი იყო მდგომარეობა სამწუხაროდ. მაგრამ ერთი მეორეს არ გამორიცხავს. სიგიჟე არ გამორიცხავს უცხო ქვეყნების მონაწილეობას. და უცხო ქვეყნების მონაწილეობა არ გამორიცხავს სიგიჟეს. ჩვენ და სამწუხაროდ. აი აქ საკლში ჩაერევა ბატონი სოზარ სუბარი, რომელიც დასვამს შეკითხვას, ჩვენ უკვე ვახსენეთ, ბატონი ზურაბ ჟვანიას განსვენებული. ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით და ეს შეკითხვა გარკვეულ ვარაუდებამდე, უაღრესად საინტერესო ვარაუდებამდე გაგვიყვანს. ბატონი ზურაბ ჟვანია ცოცხალი ყოფილიყო, არსებობდა მაინც იგივე საფრთხე, რომ ამაში გავყოლიყავით, რაც 2008 წელს. მოდი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ზურაბ ჟვანიას როგორც პრემიერ-მინისტრის წონა, პოლიტიკური წონა და ჩემი როგორც პრემიერ-მინისტრის წონა იყო სხვადასხვა. ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ხო თქვენი აზრით? ვფიქრობ, რომ ბევრად უფრო დიდი შანსი იქნებოდა ომის თავიდან აცილება. აი, კარგად გავიაზროთ ეს მომენტი. ბატონი ნოღაიდელია ცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას სხვა წონა გააჩნდა და ამიტომ შესაძლებელი იყო ომის თავიდან აცილებაო. ბატონი ზურაბ ჟვანია თავისი გავლენით, თავისი რენომეტი, თავისი მდგომარეობით აქაც და საერთაშორისო საზოგადოებაშიც ალბათ მოახერხებდა იმას, რომ ომი არ დაწყებულიყო. ახლა შეგვიძლია თუ არა ვივარაუდოთ, რომ ბატონი ზურაბ ჟვანია სწორედ იმიტომ არ არის ცოცხალი. იმიტომ არ იყო ცოცხალი ამ დროს, რომ ასეთი რამ შეეძლო გაეკეთებინა. ომი შეეძლო აეცილებინა საქართველოსთვის. აქედან გამომდინარე, ის უკვე აღარ იყო ცოცხალი. აი, ასეთი ლოგიკა შესაძლებელია რომ აიგოს და ეს საკმაოდ რთული ლოგიკა გახლავთ. რთულ გააზრებამდე მივყავართ ამ მოვლენებისა, რასაც მე მინდა გთხოვოთ, რომ თქვენ თავადაც იფიქროთ. აქ ისევ ერთი ახალი პერსონაჟი შემოვა, ეს გახლავთ ბატონი პაატა დავითაია, რომელიც იმ კომისიის თავმჯდომარე იყო, რომელმაც პირველად შეისწავლა 2008 წლის მოვლენები. საგამოძიებო კომისიის კითხვებს პირველმა დღეს პაატა დავითაიამ უპასუხა, რომელიც 2008 წელს შექმნილ დროებით საპარლამენტო კომისიას ხელმძღვანელობდა. სანქციები, რაც გაიცა ჰააგის პროკურატურის მიერ. ზუსტად იმ პიროვნებებზეა გაცემული, რაც დროებითმა საპარლამენტო კომისიამ დაადგინა. რა ძალისხმევა დამჭირდა და დაგჭირდა ყველას ერთად იმისთვის, რომ ჰააგაში ქართული ჯარის და საქართველოს სიმართლე წარმატებით დაგვეცვა და ეს მოვახერხეთ. რა ძალისხმევად დაგვიჯდა უკვე 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, რომ მტკიცებულებები შეგვეგროვებინა და სტრასბურგში რუსეთი, რომელიც დაგვცინოდა, მისთვის დავა მოგვეკო საბოლოოდ. ამ ძალისხმევის საუბარს თქვენ უნდა იწყებთ, იმიტომ რომ მე რომ მომავალი ხელისუფლება აქ დამიძახებს და აქ თავმჯდომარე იჯდება და მე იქ ვიჯდები, იმას მოვყვები მაშინ. ჩემ საქმიანობაში თქვენ შემოიჭრებით. აი, ასეთი გახდათ ეს დიალოგი, უაღრესად საინტერესო დიალოგი, რომელიც ნელ-ნელა ფარდას ხდის იმას თუ რასთან მქონდა საქმე. კარგი ვთქვათ,
ეს ავანტურა წარმოიწყეთ. კარგი, ვთქვათ, ომი თქვენ დაიწყეთ თუ სხვამ დაიწყო, ამასაც დავანებოთ ახლა თავი. ომი ხდება ხოლმე სახელმწიფოებს შორის, დაიწყო ომი, მომზადებული მაინც თუ ვიყავით. რაღაც გათვლები გაკეთებული იყო თუ არა, ორგანიზებული იყავით თუ არა. აი ამასთან დაკავშირებით ახალი პერსონაჟი შემოვახლა და ის გვეტყვის. მე მოვედი საველე შტაბში, მითხრა ერთ-ერთმა ოფიცერმა, რომ პრეზიდენტი გაიქცა. საველე შტაბში მიღებულმა ამ ცნობამ ქართული ჯარის დემორალიზება გამოიწვია. კომისიას ეს ლაშა ქოიავამ უთხრა ადამიანმა, რომელიც 2008 წლის ომის მონაწილეა. სამხედრო ქირურგ საველე ჰოსპიტალის მოწყობა 2008 წლის თებერვლიდან დაავალეს. ქოიავა ამბობს, რომ ეს იყო პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ 2008 წლის ზაფხულში შეიარაღებული კონფლიქტი გარდაუვალი იქნებოდა. ვეტერანი სამხედროსგან კომისია იღებს ცნობებს სამხედრო მოქმედებაში სამოქალაქო პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობის თაობაზე. ბატონი ქოიავა ბევრ საინტერესო რამეს იტყვის ამ კომისიაზე, მაგრამ განსაკუთრებული აქ არის ის, რომ ყველაფერი იყო ქაოსური, ყველაფერი იყო დაულაგებელი, ყველაფერი იყო გაუაზრებელი და პრაქტიკულად ეს ომი კი არ იყო, ეს იყო გადაშვება რაღაც დომხალში, რომელიც რა თქმა უნდა სასიკეთოს არაფერს მოიტანდა. კარი გაიღო, შემოვიდა, წინ მოდიოდა კეზერაშვილი, შემდეგ მოდიოდა ვანო მერაბიშვილი, შემდეგ მოდიოდა შალვა ჯანაშვილი და გენერალური შტაბის უფროსი. სამხედრო გეგმის მიხედვით ჯარი ცხინვალში არ უნდა შესულიყო. უნდა მოხდარიყო იგნორირება ცხინვალის და გასვლა როკის გვირაბთან, რომელზეც იყო საკმაოდ შეზღუდული დრო. როდესაც ეს ფრაზა იყო ნათქვამი, ამ დროს შალვა ჯანაშვილმა თქვა, რომ ცხინვალს ჩვენ ავიღებთო. რამაც რასაკვირველი გამოიწვია ინტერესი, თქვენ ვინ? პოლიცია, სერიოზული რაღაც დაბნეულობა გამოიწვია და არეულობა სამხედროებში. კეზერაშვილმა გითხრა, რომ ეს ჩვენი პრობლემა არ არის და პოლიცია მიხედავს ამ საკითხს. გოგავამ გითხრა, რომ პოლიცია ძალიან მაგარი სპეცნაზი ყავს და ისინი ყველაფერს იზამენ, რამაც კიდევ უფრო დაგვაბნიე. საბრძოლო მოქმედების დაწყების მომენტი დილის 6 საათი 8 აგვისტოს ვერ შედგა, იმის გამო რომ ისე მოვიდა რაღაც გაურკვეველი მითითებები, რომ არ უნდა დავეწყოთ ვინაიდან ვიღაცა უნდა ჩამოვიდეს, რაღაც ქონება უნდა მოვიდეს. უნდა მოსულიყვნენ კიდე ჟურნალისტები და სანამ ჟურნალისტები არ მოვლენ, არ შეიძლება მის დაწყება. ბოლოს ჩამოვიდა რაღაც სატვირთო მანქანა რაღაც იმებით. მიტინგისთვის საჭირო რაღაც ნივთებით, ტრიბუნით, დროშებით. გესმით რასთან გვაქვს საქმე? ესე იგი საომარი პროცესები არ ვითარდება, იმიტომ რომ ვიღაცა ელოდება ტრიბუნას, ელოდება დროშებს, ელოდება მიტინგისთვის აუცილებელ ატრიბუტიკას, ვიღაცა ელოდება ჟურნალისტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იქით მიდიან თუ აქეთ მოდიან, ვიღაცა სხვა ბრძანებას იძლევა, ვიღაცა სხვა გეგმა აქვს. ეს არის წარმოუდგენელი დანაშაული თავისთავად ამ ვითარებაში, ამ ორგანიზებით, ამ წარმოდგენებით ომის წარმოება უკვე თავისთავად დანაშაულია. მე არაფერს არ ვამბობ თვითონ ომში ჩართვაზე, ეს სხვა დანაშაულია, მაგრამ როცა ერთვები ომში, მაშინ შეიძლება ასე მოქმედებდე, ასე დაბნეული, არათანმიმდევრული და არაორგანიზებული იყოს ყველაფერი ეს ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ეს წარმოუდგენელი რამ სამწუხაროდ საქართველოში ხდებოდა. კიდევ ერთი ეპიზოდი ამ დაბნეულობასა და არეულობასთან დაკავშირებით. თვითში როდის ჩამოხვედით და საერთოდ? ჩამოვედი სადღაც შუა დღისთვის, როგორც მახსოვს, მე სამსახურში მივდივარ, ვიცვამ იმას სამხედრო ტანსაცმელს, იმიტომ რომ ჩემი დანაყოფები უკვე არიან გადაყვანილი კარალეთში და მე ჩავდივარ პირდაპირ კარალეთში. იყო გენერალი ზაზაგოგავა, ყურაშვილი მახსოვს და დანარჩენი ეს თანაშრომების გვარები აღარ მახსოვს. ბატონი ვანო? ბატონი ვანოც იყო კი. თქვენ მიიღეთ დავალებები. ვინ გასცა დავალება? გვარი სახელი. სავარაუდოდ არ მახსოვს, იმიტომ რომ რუკასთან იდგა გენშტაბის უფროსის მოადგილე. უნდა გავსულიყავით რაღაცა პუნქტზე, სადაც უნდა რაღაცა პუნქტი, რომელი პუნქტი? ცხინვალის დასავლეთი მიმართულება იყო ჩვენი დავალება. და რა უნდა გაგეკეთებინათ დასავლეთი იქ უნდა მიმართულება? განთავსებულიყავით და დავლოდებოდით შემდეგ დავალებას. გამყოლიც გაგვაყოლეს, მაშინ კარგად მახსოვს. თავდაცვის სამინისტროდან
შეერაღებული ძალებიდან, ტექნიკამ ვერ გადაიარა ის ადგილი და გარკვეული ხანი შევეცადეთ, რომ ჩვენი გაგვეკვია და არ გამოგვივიდა და შემდეგ მივიღეთ მეორე ბრძანება, რომ ზემო ნიქოში ავსულიყავით. გათენებული არის. ცოტა ხანში მე დამირეკა მინისტრმა და შემეკითხა, რომ რა შევით სადახართო. თქვა რა ნიქოში ამოვიდეთ, ეხლა ცოტა დროზე შეგდით ქალაქშიო რა. ბრძანება მივიღეთ და რომელ ქალაქში? ცხინვალში. როდესაც ამ საუბრებს და ამგვარ საუბრებს ისმენ, გრჩება შთაბეჭდილება, რომ ვერაფერს ვერ იგებ. რაშია საქმე? რას გველაპარაკებიან, რას გვიყვებიან? თავი არ აქვს, ბოლო არ აქვს, განვითარება არ აქვს მოვლენებს. აი ამ მოყოლის რო ისმენ. და ამიტომ გრჩება გარკვეული უკმაყოფილება იმის გამო, რომ რაღაცა ვერ გაიგე, საკუთარ თავს აბრალებ ხოლმე, მაგრამ მოდი დააკვირდით აი ამ მონათხრობს იმ თვალსაზრისით, რომ ყველაფერი ხდება ქაოსურად, არაფერი არ არის ორგანიზებული, დომხალია სრული. აი ამ თვალსაზრისით თუ დააკვირდებით, მაშინ ეს საუბრები ყველაფერი ლოგიკური ხდება. ეს საუბრები მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ქაოსურად და დომხალის ვითარებაში მიმდინარეობდა მთელი ეს ოპერაცია, რომელმაც საქართველოს უზარმაზარი სისხლისწრემლი და დანაკარგი მოუტანა. ეს ბატონი შალვა ჯანაშვილი გახდათ. ახლა თქვენ ნახავთ მაშინდელი გენშტაბის უფროს ბატონ ზაზა გოგავას. 7 აგვისტოს ან 6 აგვისტოს თუ გქონდათ თქვენ უმაღლეს მთავარსარდალთან შეხვედრა? არა. არც 8 აგვისტოს. 8-ში 12-ს რომ აკლია წუთები, გირეკავთ უმაღლესი მთავარსარდალი თქვენ. და რას გეუბნებათ? რომ მიიღეთ ზომები, ჩაახშოთ საცეცხლე წერტილები, საიდანაც მოდის ცეცხლი. ანუ მოგცათ ბრძანება, სხვა არაფერი ქვია, რომ გახსენით ცეცხლი. 8 აგვისტოს უკვე იმ ინფორმაციებით რაც მოდის, ჩვენ ვგეგმავთ თავდაცვის ოპერაცია. ბატონი შალვა ჯანაშვილი ერთ-ერთი მიმართულების მეთაურია და არა ცენტრალური მიმართულება. თქვენ იქ ხართ ამ დროს, როცა ეს წყდება? მე ვაძლევ ამ დავალებას პირადად. ჩემი გადაწყვეტილება და იმიტომ რომ ცხინვალი არის დასახლებული პუნქტი. დასახლებულ პუნქტში საჯარისო ნაწილების შეყვანა შეიძლება ძალიან დიდ წინ დაუხედავ ნაბიჯად აღმოჩნდეს, იმიტომ რომ სამხედროებმა მინდა გითხრათ, სამოქალაქოებთან მოქცევის ნაკლები წესები იციან. ვიდრე პოლიციურმა დანაყოფებმა. ამ დროს იქ არის ვანო მერაბიშვილი. როცა თქვენ ეს გადაწყვეტილება შეიძლება არ იყოს. მან თქვა, რომ ჩემი მინისტრი იქ იყო. შეიძლება. და ბატონი ვანო რას ამბობს ამ დროს? არაფერს. რა წარმოგიდგენია თქვენ, რომ ჩვენ რაღაცებს გეგმავთ იქ და შინაგან საქმეთა მინისტრი ყველა მაპატიოს დიდი პატივისცემით, halstuchიანი გამოწყობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას ამ გეგმის შედგენაში? შუალედური რგოლია ჩვეულებრივად, ჩემგან აქეს და შეუძლია ამის გაკეთება. მას ივეცინეს, რომ დაუკავშირდეს შალვა ჯანაშვილს და უთხრას, რომ მისი დამოცანა ესე იცვლება. ერთამეზე ნერვი. რა გაგვც ნერვი? არსებობენ ამ ქვეყანაზე პოლიტიკოსები, რომელსაც შეუძლია ომში ზაზა გოგავას ეგეთი ბრძანება მიცეს რა. რომ აი არ მაინტერესებს, ეხლა მოუხვევ და აქეთ წახვალ. სხვა ადამიანს ელაპარაკები. პასუხს ვაგებ გარდაცვლილების სიმაზე. ამიტომაც არის ჩემი ტონი ესეთი. მე თუ ეს დაუშირო ნებისმიერ ადამიანს მივეცი ამან შარევის უფლება, ის 168 სამხედრო მოსამსახურე 18 პოლიციელი და 220 თუ 221 სამოქალაქო პირი ჩემ ზურგზეა და მე ამითი უნდა ვიცხოვრო. მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი საერთოდ და ეს ტონალობაა ცოტა მძიმე მოსასმენი, იმიტომ რომ აქ არ უნდა ამტკიცებდეს გენშტაბის უფროსი საკუთარ ავტორიტეტულობას. აქ არ უნდა შირდებოდეს მას ამის დამტკიცება, მაგრამ მას რატომღაც წარმოდგენილი აქვს, რომ მისი ავტორიტეტულობა, მისი კვალიფიციურობა აქ უნდა დაადასტუროს და აქ უნდა წარმოიდგინოს და აკეთებს ამას ყოვლად მიუღებელი ფორმით. ახლა კიდევ მოვისმენთ ერთ ეპიზოდს მასთან გასაუბრებისა და როგორც წეგან გითხარით, გთხოვთ დააკვირდეთ იმ მიმართულებით, რომ ჩვენ რაღაცას კი არ გვიყვებიან თანმიმდევრულად, დალაგებულად, ჩამოყალიბებულად. არამედ ჩვენ გვიყვებიან ქაოსის შესახებ და ამიტომ
თხრობაც ქაოტურია. არაბუგზე ჩვენ მივიღეთ ასეთი წერილი. ჩემი აზრით იყო დაშვებული შეცდომები ხელმძღვანელობის მხრიდან. შეტევა, რომელიც განხორციელდა ბრძანების საფუძველზე სოფელ სარაბუგზე, იყო ოცეულის დონის ქვედანაყოფის საქმე. ეს არის ვინმე ბატონი გრიგოლ ფარცვანია. ტაქტიკურად პოზიციაზე ყოფმა დანაყოფმა ჩაიდინა შეცდომა ერთმანეთში და ამას ავალდებულებს საზე გოგავას და უმაღლეს თავარსარდალს. გოგავას არ ახსენებს. აბა ვის ახსენებს ახლა რაზე მელაპარაკებით? ეგ ხალხია რომელიც ბუჩქებიდან უყურებს ხოლმე ომს. ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას, არა? სხვა რამე გავარჩიოთ როგორ არ უნდა დაგვემართოს ამ ქვეყანას ეგეთი რაღაცეები. პოზიცია მე უნდა დაუგეგმო? მე ვაძლებ დავალებას ოპერატიულ დონეზე, ტაქტიკურ დონეზე და მივიდეთ და შეასრულეთ ისე ილაპარაკეთ, რატო შეიძლება? ომს პოლიტიკოსები იწევენ და პოლიტიკოსები ამთავრებენ. სამხედროები არ აკეთებენ ამას. კონკრეტულად რას არეთახმებით? რომ რავი ცეცხლი გავხსენით იქ რაღაცა იმაში რა ქვია. უმისამართო და ჩვენი გამოისობით დაიწყო ეს ყველაფერი. მაგმუხს არ ვეთანხმები. რატო შეხვედით იმ პარტიაში, რომელმაც ამას ხელი მოაწერა და დღემდე იცა? მე არ წარმოვადგენ იმ პარტიას, აქ ვზივარ და იმ პარტიას არ წარმოვადგენ. ამ მნიშვნელობა ეს სხვა გუშინ სადღაც ორგანიზაციის გამზვანებელი. თქვენც იყავით ხელისუფლებაში, რაც მელაპარაკებ, რა წამოძახებ, რა ლაპარაკია ეს? ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ ესეთ რამეს, თუ არ ვცდები ეს არის თომა ჩაგელიშვილი ფილმში, რომ 12 საათში უნდა მორჩენილიყავით ძირითად ფაზას. ფილმია ის და ვილაპარაკე ფილმი რა. ახლა ტყუილს ხوارი ლაპარაკებდით, გენერალი კაცი ხარ. არა, ტყუილს ფილმში უნდა გააკეთო ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. პირდაპირ ეთერში გვიხსნიდნენ მაღალი თანამდებობის პირები, სად რა განლაგება იყო, საიდან იყო შეტევა ერთ-ერთ ესეთი გვახსოვს ყველა და რუკაზე რო ხაზავდა პირდაპირ, იყო შოთა უტიაშვილი, შინაგანს კატასტროფული შეცდომა. ბატონო, კატასტროფული შეცდომა. თქვენ გემორჩილებოდათ ყველა. ვერ უთხარით რომ უტიაშვილი მოხსენით ეთერიდან? გამოდის რომ არის რაღაცეები, რასაც ვერ აქცევურათ ეს. კარგია, როდესაც გამოსაკითხ პიროვნებას აქვს რაღაცის აღიარების უნარი და ყოფნის ამისთვის ძალა, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. საბოლოო ჯამში რა გაიგეთ თქვენ აი ამ ეპიზოდებიდან, არა მარტო ამ ეპიზოდიდან, არამედ საერთოდ იმ ეპიზოდებიდან, რომელიც მე წარმოვადგინე და იმ ეპიზოდებიდანაც, რომელიც მე არ წარმომიდგენია ამ გადაცემაში, მაგრამ თქვენ ნანახი გაქვთ, იმიტომ რომ ეს დღეები სულ ესტრიალებს ჩვენს ტელეეკრანებზე. რა გაიგეთ? გარდა იმისა, რომ არავინ არაფერი არ იცის, არაფერი დაგეგმილი არ არის, ყველაფერი ვითარდება რაღაც უთავბოლოდ და შედეგი რა თქმა უნდა დადგა უმძიმესი. კიდევ ერთი ახალი პერსონაჟი, ეს გახლავთ გენერალი ყურაშვილი. 7 აგვისტოს როდის დგება ის მომენტი, როდესაც თქვენ გიცვლიან ფუნქციას და ვინ შეგიცვალოთ ეს ფუნქცია? გენერალი გოგავასგან უშუალოდ დამებარეს და მითხრეს. მაგიტომ დაგიბარათ მიშამ მიხეილ სააკაშვილმა გორში რომ ესე თქვა? მიხეილ სააკაშვილი აშუაში ესე. ხო და არა ვკითხულობ. არა. ვიკითხე. არაფერი არ ყოფილა. სამშვიდობო შტაბის ხელმძღვანელი უცბად 7 აგვისტოს რაღაცა დროს აღარ იყავით. თქვენ დაინიშნეთ პასუხისმგებელ პირად ცენტრალურ მიმართულებაზე, რომელიც გულისხმობდა ცხინვალს. ნუ შევითავსე ფაქტიურად. როდის გახდა თქვენთვის ცნობილი, რომ ცხინვალმა დაიწყო ევაკუაცია? 1 აგვისტოს. ანუ 1 აგვისტოს თქვენ უკვე იცოდით, რომ იქ ხალხის ევაკუაცია ხდებოდა. ტელევიზიიდან გავიგე, იმიტომ რომ თათვერი არ მოუწევიათ, არ დაუსვიათ ეს ამოცანა, ის რაც ჩვენთვის რაც მათთვის შეიძლება და ჩვენთვის არ შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანი არის 3 აგვისტო, რომელზეც არის მონიტორინგის დასკვნა, რომ გამოყენებულია ტანკი. როდესაც თქვენ კულახმეტოვმა სარდალმა არ მოგისამძიმრათ. თქვენ თვითონვე თქვით, რომ უკვე მიხვდი, რომ მარტო ვარ. თქვენს უფლებამოსილებებში შედიოდა თუ არა, რომ მინიმუმ განგაშის ზარი შემოგეკრათ, რომ მსხვერპლის ყველაფრის ფასად თავიდან აგეცილებინათ და თუ ეს იყო თქვენი უფლებამოსილების ნაწილი, რა გააკეთეთ ამისთვის? გაერთიანებული შტაბი ჩავაყენე საქმის ყურში. როდის გადაეცით პირველად, რომ ბატონო გენერალო, მოქალაქეები გვეყოლება მგონი გადასარჩენი, არ არის აქ კარგად საქმე. რასკე გადასარჩენი, ხავდათ ბოლო წამამდე ცდილობდით, რომ აგვეცილებინა ყოფრი. არა, ნახეთ, რას გეკითხებით? რა გინდათ ბოლო რა გეკითხებით? რა მინდა ბოლო? ვერ გავიგე. ესე ევაკუაციას იწყებს ვინც
წუთი ცოტა იმასკენი ევაკუაციას ვინც არავინ არ ზის საქართველოს ნაკლები გასაგებია როცა გააკეთეთ მოხსენება თუ პატაკი და მიმართეთ რომ ასეთი მდგომარეობაა მოწინააღმდეგე მხარე გაყავს ხალხი ანუ საგანგაშო ვითარებაა თქვენ ითხოვთ და ვალდებულიც იყავით რომ სასწრაფოდ მიეღოთ ზომები ანუ იქიდან მაშინ უნდა გითხრათ რომ არავითარი პასუხი არ გქონია და მითხრეს რომ ეგ არ არის ჩემი საქმე იმიტომ რომ ვიცი რომ თქვენ გარკვეული წინააღმდეგობები და კონფლიქტები ამაზე თან გქონდათ მე არ მგონია რომ თქვენ იმ ტონით უნდა საუბრობდეთ რა ტონითაც საუბრობთ გუშინ აი სალაპარაკო ენაზე ვიტყვი მე ძალიან ბევრი რაღაც როგორც კომისიის თავმჯდომარემ გავატარე ტონი გავატარე ტოების ზახილი გავატარე ბევრი რაღაც გავატარე ამიტომ მოდით ეხლა დავჭკვიანდეთ ყველა ერთად და კიდევ ერთხელ არ დავინახო რომ თქვენ ტონს აუწიოთ თუ მობძანდით მუნდირით პატივიაცით მუნდირს პირველ რიგში გასაგებია და მე ხლა არ მინდა და თუ გნებავთ ამოვწევ და ჩანაწერს გაჩვენებთ სადაც თქვენ ამბობთ დამიბაროს ქართულმა ოცნებამ და ვისაუბრებ ხარვეზებზე აი დაგიბარეთ და ისაუბრე ხარვეზებზე გაგაინტერესოთ და ტონს დაუწიე და ეხლა მე აუწევ ტონს გისმენთ და დაუბრუნდეთ თქვენობით ლაპარაკს და მშვიდ საუბარს მომინდომეს აქ ბიჭურად საუბარი ბოდის უხდი საზოგადოებას ამძიმე შტაბ-ჭდილებას ტოვებს ეს ყველაფერი არა გეჩვენება თითქოს პედაგოგი სკოლის მასწავლებელი და მე-9 ან მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეები რაღაცას კამათობენ ერთმანეთთან და მასწავლებელი რაღაცას ვერ აგებინებს თუ რას თხოვს რა ამოცანას სვამს რა შეკითხვას სვამს მოსწავლე კი ვერ იგებს და აქედან გამომდინარე ურჩობს ჯიუტობს თან უკვე ასაკი აქვს ისეთი რომ თავმოყარეობა გაგვეძებული აქვს მაგრამ ამის მეც ესენი ასე ვთქვათ ვერ გაჩავენ მთელი უბედურება ის არის რომ ამათ ხელში იყო საქართველო აქ კი მოინდომა ერთმა პერსონაჟმა ერთმანეთისგან გაეყო სამხედროები და სამოქალაქო ხელმძღვანელობა პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიკოსები და სამხედროები მაგრამ ამ შემთხვევაში ვინც მიხეილ სააკაშვილის გუნდში იყო ყველა სამოქალაქოა სამხედროა თუ სხვა მიმართულების არის რომელიმე ყველა იყო ერთი დიდი უზარმაზარი დანაშაულის მონაწილე შესაძლებელია ზოგს ეს გაცნობიერებული არ ქონდა მისი დაბალი განათლების გამო მისი დაბალი ინტელექტის გამო მაგრამ ისინი ერთი დიდი დანაშაულის მონაწილეები იყვნენ ამიტომ ეს გუნდი არის გასასამართლებელი ეს პარტია არის გასასამართლებელი ეს პარტია არის ასაკრძალი სხვა მიდგომა აქ არ შეიძლება ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა რომელიც შეიძლება ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ჰქონდეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობენ იმასთან დაკავშირებით ომი თუ მშვიდობა როგორ და რანაირად რა ღირს ომი და რა ღირს მშვიდობა რას ნიშნავს ომი ქვეყნისთვის და რას ნიშნავს მშვიდობა ქვეყნისთვის და ხანდახან ისე აგდებით მოიხსენიებენ მშვიდობას არ მინდა მშვიდობა თუ კი რაღაცა ასე და ისე შემდეგ აგრძელებენ წინადადებას ანუ აკნინებენ მშვიდობის მნიშვნელობას მაგრამ ახლა როდესაც ისმენ ამ ყველაფერს და როდესაც ერთხელ კიდევ ცოცხლდებიან თვალწინ ის საშინელი ეპიზოდები რომელიც გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ ამდენი დახოცილი ამდენი გაუბედურებული ამდენი აყრილი ოჯახი აი ეს ყველაფერი მიდის იქამდე რომ ვისაც შეუძლია რომ ქვეყანა ომის მიმართულებით წაიყვანოს ის არასოდეს არ უნდა გააკარო ხელისუფლებას ეს უნდა იყოს ადამიანების პოლიტიკური სამოქმედო პროგრამა იმიტომ რომ ამ ადამიანებმა არიციან მშვიდობის ფასი ჩვენ საბედნიეროდ ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობთ იმ პერიოდში როდესაც მშვიდობა შენარჩუნებულია როდესაც
ომი, რომელიც ჩვენს ირგვლივ ანთია, ხანძარი, ჩვენს რეგიონში მე მოვიხედოთ ირგვლივ და ნახავთ რომ ხანძარი ანთია და როდესაც ძალიან ბევრი მცდელობა იყო იმისა, რომ ეს ომი საქართველოში გადმოსულიყო, აი ეს არ დაგვემართა, ეს არ მოგვივიდა და ეს ჩვენი დამსახურება არ არის, ეს პირველ რიგში იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებსაც მართვის ბერკეტები უპრიათ ხელს, რომლებიც სახელმწიფოს სათავეში დგანან. იმათი დამსახურებაა, რომ მშვიდობა შენარჩუნებულია და ამას უნდა მოვეკიდოთ გაგებით. ეს უამრავი გადარჩენილი სიცოცხლეა. ეს საქართველოს გადარჩენილი ხვალინდელი დღეა. ეს საქართველოს გადარჩენილი პერსპექტივაა. აი, ასე უნდა შევხედოთ ამას ყველაფერს, იმიტომ რომ სხვა შეფასება ამ მოვლენისა არის უკვე დანაშაული. შეცდომა კი არა, დანაშაული. სხვათა შორის ქალბატონმა თეა წულუკიანმა, აი ამ კომისიის თავმჯდომარემ, უაღრესად პატივსაცემმა ადამიანმა, როგორც პოლიტიკოსი, როგორც იურისტი, როგორც მოქალაქე, ის არის მართლაც შესანიშნავი ადამიანი და მე ვფიქრობ, რომ თავიდან ბოლომდე გაართმევს თავს იმ უზარმაზარ მოვალეობას და პასუხისმგებლობას, რომელიც მას დაეკისრა, როდესაც ის აირჩიეს აი ამ კომისიის თავმჯდომარედ. აი ამ საკითხებთან დაკავშირებით, ომისა და მშვიდობის თემასთან დაკავშირებით, მან ისეთი ლამაზი რეზიუმე გააკეთა, რომ მინდა ახლა შემოგთავაზოთ. ქართული ოცნების პოლიტიკურმა ხელისუფლებამ მაგალითი აჩვენა პირველად საქართველოში უახლეს ისტორიაში, რომ პოლიტიკური ძალა არის პასუხისმგებლიანი და ის საკუთარი პიროვნული ინტერესების გვერდზე გადადებას ახერხებს და ქვეყანას იცავს ომისგან. ეს ჩვენ მოვახერხეთ. და მადლობა ამისთვის ჩვენს მთავარ ხელმძღვანელს და დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. აი ასეთი იყო ეს ეპიზოდები, რომელიც მე ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით დღეს თქვენ წინაშე განსახილველად გამოვიტანე. კიდევ დამრჩა რაღაც საკითხები, რომელთა შესახებაც მინდა გაგასაუბროთ, მაგრამ იქამდე მოდით პატარა შევისვენოთ და ეს შესვენება გამოვიყენოთ იმ რუბრიკისთვის, რომელსაც ჰქვია ფსიქიატრიის რენტგენი. მინდა წარმოგიდგინოთ ამჯერად მე-7 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. მოგესალმებით იმ ქვეყნიდან. ასეთი იყო ეს პატარა მასალა, რომელიც წარმოგიდგინეთ, მართლაც გეგონება რომ იმ ქვეყნიდან გვესაუბრება ეს ქალბატონი, თავისთავად მიმართვის დასაწყისი უკვე იყო რაღაც იუმორის და კომიკური ელემენტების შემცველი. არა, იმ ქვეყნიდან არ გველაპარაკება, რომელიღაც სხვა ქვეყნიდან გველაპარაკება, ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან, თუ არ ვხსნები, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი ქვეყნიდან და ვნახოთ ახლა რა თქვა მან. ქვეყნიდან, რომელმაც იმავე დროს, როცა ჩვენ გამოვაცხადეთ რეფერენდუმი და რეფერენდუმით დავამტკიცეთ დამოუკიდებლობა, ისიც ატარებდა თავის რეფერენდუმს და ერთობლივად შეუდექით ამ დამოუკიდებელ გზას. აქედან ამიტომ მინდოდა რომ ყველას მოგმართოთ და გითხრათ, რომ 31 მარტს, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიის ესოდენ მნიშვნელოვანი დღე, ყველანი ერთად შევხვდებით. რა მნიშვნელოვანი დღე, რა დამოუკიდებლობა, რა თავისუფლება. თქვენ ხომ არაფერი არ გაკავშირებთ ამ ცნებებთან. თქვენ ხართ სპეკულანტები, რომლებიც სპეკულაციას ახდენთ ამ თემებით, ამ ცნებებით, თავისუფლებით, დამოუკიდებლობით. თქვენ სინამდვილეში ხართ ის ადამიანები, ვისაც გსურთ და ვინც ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ დასავლეთს ჩააბაროთ ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა აქციოთ დასავლეთის პლაცდარმად, ეს ქვეყანა აქციოთ ტერიტორიად, სადაც დასავლეთის რაკეტები იქნება დამიზნებული რუსეთისთვის და აინუშიაც არ მოგდით ის ამბავი,
თუ რა პასუხი მოყვება ამას. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს და ჩვენ ეს გაცილებით უფრო ფართო მასშტაბით ვნახეთ უკრაინის მოვლენების დროს. აი აქეთკენ ქვეყნის წამყვანი ადამიანები, ძალა, აგენტურა ხარ თუ პოლიტიკოსები ხარ თუ ვინც ხართ, როგორ ეტმასნებით საქართველოს დამოუკიდებლობას და საქართველოს თავისუფლებას. გაუგებარია, სასაცილოა და სამარცხვინოც არის. მე-6 ადგილზე გასული ვიდეო მასალა. რუსეთი გაიჭედა უკრაინაში. დღეში 20-30,000 კაცი ეხოცება. ერთი სოფლის აღებას აწყვიტავენ 200-300,000 კაცი. ცოცხალი ძალა აღარ ყავთ. ფიზიკურად სოფელ დაძდევენ კაცებს რო წააცხან ჯარში. და აი ამ რუსეთს, რომელიც განწირული არის. ეხლა რატოა განწირული? უცებ პატარა ციფრებს მოვიყვან. 3200 ტანკი ხო ყავდა, 3400 უკვე გაუნადგურეს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. ტანკი აღარ აყავს რუსეთს. ო, სად აქ იმის თავი აქვს, რომ იმძახია რაღაც ომი, რისი თავი აქვს? ომის თავი აქვს რუსეთს რა. რისი თავი აქვს რა? ფაქტია, რომ რუსეთი მარცხდება ამ ომში და ეს პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ მომავალთან. ოპერაცია ევროპის მოტაცება ვერ შედგა, პუტინი დამარცხდა, რასაც ულოცავ ჩემს თავს და მთელ საქართველოს. რუსეთი აგებს ომს. ძიმედ მიდის უკრაინელების გამარჯვება, ეს გამარჯვება მოიპოვება ძალიან მალე იქნება. ორი ვარიანტია. ან რუსეთი დამარცხდება და ღმერთმა დაამარცხოს, ან არა. და ეს არას არუშებს. აი ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც არას არუშებს. პოლიტიკოსი, რომელიც არ წონის, რომ ესე რომ მოხდეს, მაშინ რა მოხდება? ყველა ვარიანტი. აი ეს პოლიტიკოსები არიან. და აი ეს ჩვენ იმ საზოგადოების ხარჯზე უნდათ ეს 100%-იან სიძახიან ყველაფერს, გესმით? არ უშევენ არანაირნოდ. კი ბატონო, ნახოთ, ეგეთი პოლიტიკოსები როგორ გაიმა პოლიტიკოსმა ის თუ არ გააკეთა, აწონა ამ შემთხვევაში რა მოხდება, ამ შემთხვევაში რა მოხდება, ვაი, ჩემი ქვეყანა იქნება რამდენად გავაწონდა, გადაკონა, რუსეთს დედა ეპირება, რუსეთი ვერ გადარჩება. რო გადარჩეს, მაშინ რა ვერ ამეთი გესმით რა მასშტაბის არის შიზოფრენია, რომლითაც შეპყრობილი არიან ეს ადამიანები, რაღაც წარმოუდგენელი დაბინდვა გონებისა. წარმოუდგენელი არარაციონალიზმი. რაღაცა წარმოუდგენელი ტყვეობა საკუთარი წარმოდგენებისა თუ გარედან თავსმოხვეული წარმოდგენებისა. ეს ნამდვილი ავადმყოფობაა, ნამდვილი ფსიქიატრიული ავადმყოფობაა, რომლის საშველი არ არის. აი ახლა ეს ვაჟბატონები რუსეთის ტანკებს რო ითვლიან. რუსეთის ტანკებს ითვლიან. ერთ-ერთმა გამოაცხადა 3200 ტანკი ყავდაო და 3400 უკვე გაუნადგურესო. აი ამ ლოგიკის, აი ამ არითმეტიკის, აი ამ ჭკუის, აი ამ გონების ადამიანებს საზოგადოების ნაწილი მაინც უსმენს. ესეც ხომ ფსიქიატრიაა თავისებური. როგორ შეიძლება აი ამ ბრიყვებს მიყვებოდეს ადამიანი პოლიტიკურ ცხოვრებაში და საერთოდ სადმე სოკოს საკარფად შეიძლება გაყვე ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა არ შეიძლება თუ ოდნავ ნორმალური ხარ, თუ ამათი ჭკუის არა ხარ. ახლა რაც მოისმინეთ ამ რუსეთთან დაკავშირებით, ამის საწინააღმდეგოდ მოვისმინოთ რა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკ რუბიო. არა კეთილსინდისიერება იყო, რომ ჩვენ რაღაც სახით ვაიძულეთ ხალხს დაეჯერებინათ, რომ უკრაინა რუსეთთან ომში არა მხოლოდ გაიმარჯვებს, არამედ გაანადგურებს კიდეც და 2014 წლამდე ვითარებას დააბრუნებდა. ამ დროს უკრაინა 100 წლითაა უკან დახეული. ნადგურდება და ნახეთ, რამდენმა უკრაინელმა დატოვა უკრაინა და ახლა სხვა ქვეყანაში ცხოვრობს. შესაძლოა ისინი უკან არასოდეს დააბრუნდნენ. ამას ამბობს იმ სახელმწიფოს ერთ-ერთი პირველი პირი, რომელიც სახელმწიფოც ომშია ჩართული რუსეთთან. ამან არ იცის რა ხდება იმ ომში და აი ამ ჩვენმა გიჟებმა იციან რა ხდება? ხომ ხედავთ, სრულიად სხვადასხვა რამეს ამბობენ. 100 წლით მოისროლეს უკრაინა უკანო, განადგურდა მოისპო უკრაინა და დანაშაული იყო იმის მტკიცება, რომ ამ ომში უკრაინა გაიმარჯვებსო. დანაშაული იყო ამის მტკიცება საზოგადოებისთვისო. ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. აი ეს იდიოტები რას ამბობდნენ და რას ამბობენ დღემდე მოისმინეთ თქვენი ყურით.
მეხუთე ადგილზე გასული ვიდეო მასალა, სადაც ეს ეგრეთ წოდებული ოპოზიცია საკუთარ სახეს ავლენს, როგორ ლანძღავენ, როგორ ჭამენ ერთმანეთს, როგორ ვერ იტანენ ერთმანეთს და როგორი მტრები, დაუძინებელი მტრები არიან ერთმანეთის. გიგი უგულავა იყო სააკაშვილის რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი. 7 ნოემბრის მთავარი ჯალათი. ხაზარაძემ და ამ კრიამლოსანიებმა ბიჭებმა თეთრფართხუნა დასაცმეს ჩაცმულებმა უნდა გაარღვიოს ეს წრე. ვიღაც უფრო წვრილი მევახშეები დაემატოს ერთი მევახშის ბატონობის მერვე წლის თავზე. როცა პრეზიდენტი ხარ და პასპორტს იცვლი და ამბობ რომ იცი და დამიჭერდნენ და ასე შემდეგ და მთავარსარდალი ხარ რა, იქ ჩემთვის თავდება ყველა. აქციას მართავთ TBC ბანკის და მისი მეპატრონის ბანდიტი ხაზარაძის წინააღმდეგ, რომელიც არის თავარი ბიზნეს რეკეტიორი. კიდე ერთი ცეხა სერგორატიანია და უნდა უთხრა. თქვენი ბოდვით შეპყრობილი შიზოფრენიკი დააუკეთ კიდევ იქ რა თუ შეიძლება რა. რაღაცა სისხლები და რაღაცა ვაიმე კინძი ვიყო იცი რა თან ისე შმაშუნით ლაპარაკობს რომ გაგიჟდება კაცი რა. ის კაცი დააუკეთ. ეს არის თქვენი მაჟორიტარი და მე მინდა გითხრათ რომ სალამ ქუთაისის არჩეულ პარლამენტში არჩეულ წარმომადგენელს ზინავს მნიშვნელოვანია რომ ქუთაისის საზოგადოებამ გამოიღვიძოს. ამ აგვისტოს მე აი ამ ბიჭმა მიშიკო აი ეს გააკეთა ამისთვისაა დასაჯელი და ამას არ ვაპატიებ მე ყველამ რო ვაპატიოს. მიშა სააკაშვილთან ერთად შეუძლებელია ოპოზიციური კოალიციის გამარჯვება. ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ხისების გზნობა ნატამალია რაც მე ვიხსენებდი ხაილისაშვილის მიერ დაწყებულ ამ ბინძურ კამპანიას ყველაზე უღირსი კანდიდატია არ ეკადრება ქალაქს ყავდეს ასეთი სრუპენტელა ასეთი უღირსი ასეთი ყალბი ადამიანი რომ ძალიან სერიოზული პასუხისგება მოუწევს ეკაბესელიას აი ამ უსცირცხვილო ტყუილზე. ეკაბესელია არის რომ სულ დოლარები და როგორც ჩანს ლარები ელანდება პატიმრების ხსენებისას და მიაჩნია რომ თანამდებობაზე თუ ხარ ესე იგი ფული უნდა აქვს. შენი ლიდერი სააკაშვილი ჩემ ოჯახის წევრებს ატერორებდა და მძევლად ყავდა. მე მაინტერესებს შენ თინა ბოკუჩავას ოქროს სამაჯურს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრად რატო გიგზავნიდა? ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. ოპოზიცია არის ასევე ნაგავი და ეგეც სათქმელი არის. მე რაც უნდა მეთქვა უკვე თქვა ამ კაცმა ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა. ამ სიუჟეტის უსასრულოდ გაგრძელება შეიძლება. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი თანმიმდევრული არ აქვთ. ესენი არიან ადამიანები, ფულს დახარბებულნი, მდგომარეობას დახარბებულნი, მუდამ საკუთარ მეზე მოფიქრალნი, მუდამ საკუთარი პიროვნების ქვეყნის ზემოთ დამყენებელნი. ესენი საბოლოო ჯამში შეურაცხადნი გახდნენ. იმდენად უყვართ საკუთარი თავი და იმდენად არაფრად მიაჩნიათ ქვეყანა და სამშობლო. აი ამ ადამიანების ერთიანობაზე ლაპარაკი მესმის სადღაც. ესენი გინდ გაერთიანდნენ, გინდ ცალ-ცალკე იყვნენ. ნაგავი არის ნაგავი. შესაძლებელია რაოდენობით იყოს ერთ შემთხვევაში უფრო პატარა, მეორე შემთხვევაში უფრო დიდი. სხვა განმასხვავებელი მათ შორის არაფერი არსებობს. ამიტომ მე საზოგადოების იმ ნაწილს მივმართავ, ვინც ჯერ კიდევ როგორც პოლიტიკოსებს ისე აღიქვამს ამ ადამიანებს. ესენი არიან ეპოქის, ბინძური ეპოქის პროდუქტები. ბინძურმა ეპოქამ შვა ბინძური ადამიანები, ბინძური პოლიტიკოსები, უпростоრად პოლიტიკას მიტმასნილი ადამიანები, პოლიტიკანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში ზიანს აყენებენ ქვეყანას, ანგრევენ საქართველოს და მიიყვანეს იქამდე რომ დღეს ეს არის ქვეყანა, რომელიც არის სამ ნაწილად დაშლილი და კიდევ სხვა მრავალი პრობლემის წინაშე მდგარი ქვეყანა. ამათი დამსახურებაა ეს ყველაფერი ჩვენ და სამწუხაროდ. ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ერთი ყველასთვის საყვარელი ქალბატონი, ოღონდ დღეს ალბათ უკვე არა. ოდესღაც ყველასთვის საყვარელი ქალბატონი და ვნახოთ მისი ერთ-ერთი ვიდეო, ეს არის მე-4 ადგილზე გასული ვიდეო.
მე ხა შეიძლება ძალიან თამამი ვარ ამ მარხვაში, მაგრამ მე ვიცი რომ უფალი მისმენს პირველ რიგში და მე ვიტყვი რომ მაშინ როდესაც იქიდან სწორედ ერთი გამოხმაურება არ არის აი ამ დაჩაგრულ თავიანთი შვილების, თავის სულიერი შვილები, რომლებიც ამ მდგომარეობაში ყავთ, დაპატიმრებულები, დასახიჩრებულები, გაუბედურებული, ერთი გამოხმაურება გინახავთ? საპატრიარქოსგან გინახავთ ერთი მე მათი არ მეშინია. ღმერთის უნდა გეშინოდეთ, ქალბატონო თამარ, ღმერთის და არა საპატრიარქოსი. რაც შეეხება საპატრიარქოს პატივს უნდა სცემდეთ მით უმეტეს თქვენ, იმიტომ რომ ბევრი პატივისცემა გახსოვთ საპატრიარქოდან, ბევრი მოფერება გახსოვთ, ბევრი დალოცვა გახსოვთ, ბევრი თანადგომა გახსოვთ, ამიტომ ერთბაშად ყველაფერი არ უნდა დაივიწყოთ. შეიძლება რომელიმე პერსონის ღვაწლი თქვენ ცხოვრებაში დაივიწყოთ, რომელიმე სამოქალაქო პერსონის, მაგრამ საპატრიარქოს, პატრიარქის დალოცვა თქვენს მიმართ, თქვენი ოჯახის მიმართ, ასე ვაგლახად არ უნდა დაივიწყოთ, იმიტომ რომ გინდათ, რომ საპატრიარქო დადგეს თქვენს გვერდით, ანუ ნაციონალების გვერდით, ანუ ფაშისტების გვერდით, ანუ იმ ადამიანების გვერდით, რომლებმაც საქართველოს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს. თქვენ ეთყობა თქვენი განათლების თქვა ვერ ვიტყვი, მაგრამ აი ამ საკითხებში ნაკლებ გარკვეულობით აღმოჩნდით იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყავით, იქ თქვენი ადგილი არ არის და არც იქნება ალბათ, მაგრამ თქვენ რატომღაც თავს სწორედ ამ მიმართულებას აკუთვნებთ. მესამე ადგილზე გასული ვიდეო. ბოლოს მაინც რაღაცა კაცური ნაბიჯი გადადგა. გადადგი კაცური ნაბიჯი, თქვი რომ აი ამ უტიფრებს, აი ამ ესე რომ ვთქვათ, აი ამ ცუდ ადამიანებს სპეციალურად ვაგროვებდი, რომ მე ერთად ჩამერეცხა. ხელის გულზე გატარებთ რა. დავიჯერებთ თუ არ დავიჯერებთ, ხო კაი იქნება რა. მართლაც უცნაური რამ ხდება ამ ქვეყანაზე. ეს არ ვიცი, რა ლოგიკაა, რა ფილოსოფია, რა დაუკვირვებლობაა და რა გაუგებრობაა. აი ეს ადამიანებიო გამოაცხადებო, რომ იმისთვის მოაგროვე, რომ ერთად ჩარეცხო ბიზინა ივანიშვილის მიმართავს ეს კაცი და მან ეთყობა არის ის ვერ გაიგო, ვერ მიხვდა, რომ ბიზინა ივანიშვილმა ეგ უკვე ჩაიდინა ერთხელ. როდესაც თქვენ მოგაგროვათ, ერთად მოგიყარათ თავი და ჩაგრეცხათ, ვინც ჩასარეცხი იყავით, ბიზინა ივანიშვილმა უკვე ჩაგრეცხათ და ახლა ვისელოდებით კიდევ რომ ჩარეცხოს იმ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველო გადარჩენილიყო და მშვიდობა შეენარჩუნებინა. ის ადამიანები რატომ უნდა ჩარეცხოს? თქვენ ჩაგრეცხათ თავის დროზე და სწორი გააკეთა და ახლა რა სიტყვით გაუგებარია. მეორე ადგილზე გასული ვიდეო. და ბიზინა ვერ ხდება. ბიზინა ივანიშვილს ვერ ხდება, რომ თვითონ უკვე ზეთმეტია და ძალიან მალე მოიშორება. ან მოუწამლავენ, ან მოკლავენ, ან დაიკარგება. აი, დაიმახსოვრე ჩემს სიტყვებს. ქალბატონი სანდრა რულოვსი, მიხეილ სააკაშვილის ყოფილი მეუღლე, აცხადებს, რომ ბიზინა ივანიშვილი არის ზედმეტი ადამიანი. ქალბატონო სანდრა, ზედმეტი ადამიანები, ვინც არიან, იმათ იშორებენ ხოლმე თავიდან. ისე როგორც თქვენ მოგიშორეს. ბიზინა ივანიშვილი ჯერ არ მოუშორებია ქართველ ხალხს და არც თვლის რომ მოსაშორებელი. თორემ რა თქმა უნდა გაიმარჯვებდით თქვენ ასე რომ თვლიდეს ქართველი ხალხი, მაგრამ ასე არ თვლის. ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც თვლიან რომ ვიღაცა ზედმეტია და მოსაშორებელია, მას ისევე იშორებენ თავიდან, როგორც თქვენ მოგიშორეს, თქვენ და სამწუხაროდ. და ახლა მინდა წარმოგიდგინოთ პირველ ადგილზე გასული ვიდეო. მე გთხოვთ ყურადღებით მოусმინოთ. დღეს მე ესეთი გზნობა გამიჩნდა. ვინც გინდა მაგინოს, ვინცაც გინდა არ მოეწონოს. რომ შოთა რუსთაველს თავისი პოემა დაწერილია ინდოელებზე და არაბებზე, ხო სწორია, ტარიელი ისენი სულ ყველა. მე ვფიქრობ, რომ შოთა რუსთაველს შემთხვევით დაწერა შოთა რუსთაველმა ინდოელებზე და არაბებზე. თურმე უკრაინელ ვაჟკაცებზე აქვს დაწერილი. ტარიელის და ავთანდილის რა.
ფრიდონი და სულ ყველა ვინც არის და ნესტან დარეჯანი და სულ ყველა ვინც არის თურმე უკრაინელები ყოფილან და არა ინდოელები და არა არაბები. აი ესეთი გზობა გამიჩნდა. ახლა ჩვენ რა გზნობა უნდა გაგვიჩნდეს, როდესაც ყველაფერ ამას ვისმენთ. ბატონი გივი სიხარულიძე ცნობილი კაცია, ბრწყინვალე მოცეკვავია, კარგი ბიჭი იყო ძალიან თავის დროზე, კარგი კაცია ახლა, მაგრამ აი ეს რა არის? რა მოდა საყოლა ეს ბატონო გივი, რას ნიშნავს ეს? რა მიგნებაა ეს, რომ თურმე ვეფხის ყაოსანი დაწერილია უკრაინელებზე? ქართველ კაცს თქვენ ხშირად იმეორებთ ხოლმე ამას, მე ქართველი კაცი ვარო და ხართ კიდეც, მაგრამ აი ქართველ კაცს შეიძლება პირიდან ამოუვიდეს ასეთი საოცრება, რომ ვეფხის ყაოსანი დაწერილია უკრაინელებზე. თანაც რომელ უკრაინელებზე? აი ამ ბითურ ნაწილზე უკრაინისა, რომელმაც უღალატა საკუთარ რაობას, უღალატა მოძმე რუსეთს, იმ ხალხს, ვისთანაც ერთად წარმოიშვნენ და მოდიან ისტორიულად და რომელმაც ბოლოს და ბოლოს დაღუპა საკუთარი თავი და საკუთარი ქვეყანა. აი ამ უკრაინელებზეა ვეფხის ყაოსანი დაწერილი. ეს გინდა თქვათ? არ გეუხერხულებათ? ასეთი იყო მოკლედ დღევანდელი ფსიქიატრიის რენტგენი. ეხლა მინდა მოუხმო ექსპერტს და მან გააკეთოს დასკვნა, როგორი იყო ყველაფერი ის, რაც მოვისმინეთ ამ რუბრიკაში. შესანიშნავი შეფასება, მადლობა მას ამისთვის. ახლა მოდით მოუბრუნდეთ ისევ განსახილველ საკითხებს. საზოგადოებრივი მაუწყებელი. არსებობს ასეთი ტელეარხი. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და რომელიც ვალდებულია, რომ პროფესიულად, ობიექტურად ასახოს სახელმწიფოში მიმდინარე პროცესები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. ამის ნაცვლად აქ არის ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც დაკავებულია რაღაც ფინანსური მაქინაციებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნინო ზაუტაშვილი ჯამურად ჩარიცხული თანხა 152.407 ლარი და 960 დოლარი. ეს ქრონიკის წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის რეალური სივრცის წამყვანს 11 ფონდიდან თანხა 4 წლის განმავლობაში ერიცხებოდა. ყველაზე მსხვილი დონორი სოროსის ფონდია, რომლისგანაც ზაუტაშვილს 63,000 ლარზე მეტი ჩაერიცხა. რეალური სივრცის თანამშრომლის გურანდა გოგინაშვილის ანგარიშზე კი ჯამში 71,899 ლარია ჩარიცხული. გოგინაშვილი 69,312 ლარს ურიცხავს თავის კოლეგა ტუხა კვინიკაძეს. ქრონიკისთვის მიწოდებულ მასალაში ჩნდება თამარ მშვენიერაძის სახელი, რომელსაც 17,000 ლარამდე თანხა უფიქსირდება. ლაშა ტუღუშის ფონდს ლიბერალურ აკადემიას 2022 წლის აპრილიდან ჯამში მიღებული აქვს თითქმის 9 მილიონი ლარი. ქრონიკის არაერთი მცდელობის მიუხედავად ტუღუში და გოგინაშვილის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. მშვენიერაძემ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე ფაქტობრივად არაფერი გითხრა. ზაუტაშვილი კი აგრესიულია და ამბობს, რომ თანხა არა უღია. აი თქვენს პატრონს თქვენ ვინ გეკითხებათ საერთოდ? ქრონიკა დაინტერესდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პოზიციით. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ მხოლოდ ის გვითხრა, რომ დარიცხული თანხის შესახებ ინფორმირებული არ არის. გარკვეული ჯგუფები ქვეყანაში აგენტურული ქსელის შექმნის მიზნით დიდ თანხას ხარჯავენ. ქართული ოცნების გენერალური მდივნის განცხადებით, ქვეყანაში არეულობის შესაქმნელად ფონდები ცალკეულ პიროვნებებსაც აფინანსებენ. აი ასეთი გახლავთ ეს რეალობა, რომელიც არის შექმნილი, თქვენ მოისმინეთ ქალბატონმა ზაუტაშვილმა, პრაქტიკულად მთელ ქვეყანას გვითხრათ, თქვენ ვინ გეკითხებათ, ვაი თქვენს პატრონსო, ჩვენ რას ვაკეთებდო და გვეკითხება ქალბატონო, საქმე ის არის, რომ აგენტურა და აგენტურის დაფინანსება სადაც არ უნდა ხდებოდეს ეს და რა საბურველითაც არ უნდა ხდებოდეს ჟურნალისტური, პოლიტიკური, ასოების, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა საბურველით სულ ერთია მუშაობს ქვეყნის და ხალხის საწინააღმდეგოდ და თქვენ თუ ამ მაქინაციებში ხართ გახვეული კი უნდა ხვდებოდეთ, რომ მოგიწევთ ალბათ პასუხისგება.
მოდით ყველაფერი ეს რას ნიშნავს ეს დაფინანსება, მაქინაციები, აგენტურა და ასე შემდეგ. ბატონი კახაკალაძე. არ მიკვირს რომ ინდივიდუალურ დონეზეც რა თქმა უნდა ადამიანებს უხდიდნენ ხელფასებს, შეიძლება ეს დღესაც გრძელდება, რომ არის კონკრეტული პიროვნებები, შეიძლება იყოს ჟურნალისტი, შეიძლება ეგრეთ წოდებული ექსპერტი, შეიძლება კიდე რაღაც სფეროს წარმომადგენელი, ვინც ხელფასებზე ეჯდათ წლების განმავლობაში. ეს უბრალოდ აგენტურული ქსელის ჩვეულებრივი შექმნის ჩვეულებრივი მეთოდები. აი ეს არის უბედურება. აგენტურული ქსელის შექმნა და მასთან დაკავშირებული დაფინანსება. დაფინანსებით გზით აგენტურული ქსელის შექმნა. სხვაგვარად აგენტურული ქსელი არ იქნება. ამიტომ ვინც ამ ცეცხლთან თამაშს ბედავს, ის საბოლოო ჯამში მიიღებს იმას, რასაც ცეცხლი იძლევა. დაიწვავს ხელებს და შესაძლებელია არა მარტო ხელებს. ბატონი იონათამიშვილი. ჩვენ იმ ადამიანებისგან, ვინც ცალკეულ შემთხვევებში ვიცით, რომელიც ებრძოდა ჩვენში საზოგადოებრივ მაუწყებელს, ისინი პირდაპირ გეზერაშვილისგან ფინანსდებოდნენ და როდესაც ამაზე დისკომფორტი არ გაქვს და კიდე თითქოს ითხოვე რომ სიტყვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არის ყალბი და ფარისევლობა მათი მხრიდან, ვინაიდან ის ვინც ფინანსდება გეზერაშვილისგან, ან ისინი ვინც თქვა და ესეთი აუდიოზური ფონდების მხრიდან იღებენ და ფინანსებას, მათ არ აინტერესებთ დემოკრატია, მათ აინტერესებთ მხოლოდ პირადი სარგებლის ნახვა და გარე დავალებების შესრულება. დარბიან ეს გარეწრები და ვიღაცებს უძახიან მონებო და ასე შემდეგ. კეზერაშვილის მონები. კეზერაშვილის მონა რომ იქნება ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ჟურნალისტ უწოდებს და არ შერწყვება. ასეთი ადამიანი სამარცხვინო არ არის მთელი თავისი ცხოვრებით, ბიოგრაფიით და ცხოვრების წესით. სხვა შეფასება შეიძლება ამ ადამიანებს მივცეთ? ალბათ არა. ბატონი ქადაგიშვილი უაღრესად საინტერესო მოსაზრებით. არსებობს ერთგვარი გლობალური ქსელი, რომელიც ცდილობს სწორედ მათ შორის საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას. შეწყდა დაფინანსება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ხო, თვითონ ამერიკის ადმინისტრაციის ახალი პოლიტიკიდან გამომდინარე, მაგრამ ეს ქსელი ევროკავშირის მეშვეობით და ევროპული სახელმწიფოების მეშვეობით აგრძელებს დაფინანსებას საქართველოში დესტრუქციული პოლიტიკის გასატარებლად. აგენტურული ქსელის მიმართულებით წამოსული თანხები, რაც გადაკეტა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. არ გადაუკეტავს ევროკავშირს, მათ და სამწუხაროდ. იმიტომ რომ deep state, რომელიც მძვინვარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ რომელსაც ბრძოლა გამოუცხადეს, თანდათანობით ბუდეს იცვლის, უпроსორედ ბუნაკს იცვლის და გადადის ევროკავშირში. ამიტომ ეს ყველაფერი როგორც ჩანს ჯერ კიდევ გაგრძელდება, მაგრამ იმედია რომ მივა იმ წერტილამდე, რომელ წერტილამდეც უნდა მივიდეს აღსასრულამდე. სხვათა შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოუცხადეს სერიოზული ბრძოლა. LGBT პროპაგანდის, LGBT თემატიკის ბავშვებზე თავს მოხვევისა და რადიკალური ტრანსგენდერული იდეოლოგიების ხელშეწყობის ბრალდების საფუძველზე ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებრივ მაუწყებელსა და რადიოს ფედერალური დაფინანსების შეწყვეტა ემუქრებათ. დონალდ ტრამპი ამ ორ პლატფორმას რადიკალი მემარცხენე დემოკრატიული პარტიის იარაღს უწოდებს და კონგრესს მათი დაფინანსების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს. შეერთებული შტატების პრეზიდენტს გენდერთან დაკავშირებით მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია აქვს. ოფისში დაბრუნების პირველივე დღეს ამერიკის მთავრობის ოფიციალურ პოლიტიკად გამოვაცხადე, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი, ქალი და კაცი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ ქირურგიულ ოპერაციას თუ ქიმიურ პროცედურას გაიკეთებ. თუ კი მამაკაცის დნმ-ით დაიბადე, ქალი ვერასოდეს და არასოდეს გახდები. ამიტომაც გასულ თვეში ხელი მოვაწერე ბრძანებას და აუკრძალე ქალთა სპორტში მამაკაცების ასპარეზობა. ასევე აუკრძალე სქესობრივი მომწიფების, ბლოკატორების გამოყენება და ბავშვთა სქესობრივი დასახიჩრება. აი, ასეთი ვითარებაა შექმნილი. უაღრესად რთული, მაგრამ უაღრესად საინტერესო. კაცმა არ იცის, ვინ გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, მაგრამ თუ დაუჯერებთ ჩვენს გენიოს წინაპარს, რა თქმა უნდა, სიკეთემ უნდა სძლიოს ბოროტებას და სიკეთემ უნდა
გაიმარჯვოს. იმედია რომ ასეც იქნება ყველაფერი. ამიტომ იმ თაღლითებს რომლებიც ლათინური შრიფტით დაწერილ ქართულ სიტყვებს კითხულობენ და ამით ამ იაფასიანი ტრიუკით უნდათ საქართველოს მოხიბლონ. აი ამ თაღლითებს ერთ ნაბიჯზეც არ უნდა ენდოთ. სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, ამერიკის შეერთებულ შტატებში თუ ევროპაში. ძირფასო მეგობრებო, ძირფასო ძმებო, აღძეგ საქართველო. იბრძალი საქართველო. This is the moment. საქართველო გაუმარჯოს. აი, როგორ მოგწონთ? თავხედი, ტუტულსი და გარეწარი. მოგხიბლა ქართველები, ხომ? დიახ, ერთი სიტყვით ყველაფერი ეს გარკვეული თვალსაზრისით რომ შევაჯამოთ, საქმე უნდა გქონდეს თბილისურ ნიურნბერგთან, ნიურნბერგის პროცესთან. იქნება თუ არა ასე, ძნელი სათქმელია. საერთოდ ეს კომისია წავა თუ არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც წესით უნდა წავიდეს და ეს არის დასავლეთის მიმართულება, ევროპის მიმართულება და პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულება. Deep State-ის მიმართულება. 2008 წლის აგვისტოს ჩვენთვის დამანგრეველი მოვლენების უკან იდგა ამერიკული Deep State. ეს არის ერთმნიშვნელოვანი რამ. მე არ ვიცი გაკეთდება თუ არა ეს დასკვნა. ეს თუ არ გაკეთდება, არაუშავს ის დასკვნები, რომელიც დაიდება ამ კომისიის მიერ, უაღრესად მნიშვნელოვანი, უაღრესად საჭირო იქნება და ჩავთვალოთ, რომ ეს იყო ეტაპი, რომლითაც უნდა მიუახლოვდეთ იმას, რის შესახებაც მე უკვე ვთქვი. აი ასე მივიდა ეს გადაცემა ბოლომდე, ახლა მრჩება ის ერთი რიტუალი, რომელსაც ქვია კარებზე კაკუნი და მისი შედეგები. დღეს ეს არ იქნება თაც სტანდარტული, იმიტომ რომ კარებზე უკვე დააკაკუნეს. მართალია ეს არ მომხდარა პირდაპირ ეთერის დროს, როდესაც მე თქვენ გესაუბრებით, ეს მოხდა სხვა დროს, სხვა საათებში, მაგრამ უკვე დააკაკუნეს. და ეს დაკაკუნება ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან, დღეიდან სპეციალური გამოშვება ტელეეკრანზე, TV4-ის ეთერში არ გავა. თქვენ მოკლებული იქნებით შესაძლებლობას, რომ ეს გადაცემა ტელეეკრანიდან იხილოთ. არ ვიცი, ვინ დააკაკუნა, არ ვიცი, რატომ დააკაკუნა, არ ვიცი, რა დგას ამის უკან, ამიტომ რაშიც ბოლომდე მე თავად არ ვარ გარკვეული, ამის შესახებ მსჯელობას თქვენ არ გაკადრებთ, მე უბრალოდ გეუბნებით ფაქტის შესახებ. ფაქტი ასეთია. ძალიან სამწუხარო ფაქტია. აქ ჩემთვის უთქვამთ, აქ არა, ხან კომენტარებს კითხულობ სოციალურ ქსელებში, ხან სხვაგან და სხვაგან და უთქვამთ ჩემთვის, რომ რატომ ამთავრებთ ასე ამ გადაცემას, როდესაც თქვენ არავითარი დაკაკუნების მუქარა არ გელოდებათ, თქვენ ხომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხართ. ჯერ ერთი უნდა გითხრათ, რომ მე არა ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას აქვს ძალიან ბევრი ნაკლი, შეცდომა და ძალიან ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, რომელსაც ცოტა უკეთესად უნდა აკეთებდეს, ვიდრე აკეთებს. აი, ამიტომ არ ვარ ქართული ოცნების მხარდამჭერი, თუმცა არც უამისობაა. მე ვარ ქართული ოცნების გულშემატკივარი იმ ნაწილში, რის შესახებაც ბევრი ვილაპარაკე დღეს. ეს გახლავთ მშვიდობის შენარჩუნება. ეს უდიდესი მონაპოვარია და ამის არ დანახვის უფლება არათუ მე ჟურნალისტს, ვისაც საზოგადოებასთან მისასვლელი გზა მაქვს, არ მეკადრება, არამედ არ ეკადრება არც ერთ რიგით ადამიანსაც. ამისი დაუნახავობა არის დანაშაული. ამიტომ არაფერ შუაში არ არის აქ ქართული ოცნება და მე როდესაც ამ დაკაკუნების შესახებ ლაპარაკობდი, სულაც არ მქონდა მხედველობაში, ან პირველ რიგში არ მქონდა მხედველობაში ქართული ოცნება. ნუ წარმოიდგენთ ისე, რომ მხოლოდ ხელისუფლება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქართული ოცნება შეიძლება იყოს ის, ვინც კარებზე დააკაკუნებს და რაღაცას დიამეტრალურად შეცვლის. არა. ბევრი სხვა ძალა მოქმედებს, მუშაობს. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. თუმცა
ვითარება მთლად უიმედო არ არის, მე თქვენთან კონტაქტი მაინც მექნება, ეს არის სოციალური ქსელები, ეს არის YouTube, ეს არის Facebook, ეს არის TikTok და სხვა მრავალი ქსელი, საიდანაც თქვენ შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ ამ გადაცემებს. მე პარასკევს საღამოს ვიქნები ღია ეთერში ამ დროს შეულებრივ დათქმულ დროს, როდესაც შევხვდებოდით ერთმანეთს და თქვენ მას შეგიძლიათ პირდაპირ YouTube-დან მიადევნოთ თვალყური. ასე რომ კი არ გემშვიდობებით, ისევ გეუბნებით ნახვამდის, მომავალ შეხვედრამდე დიდი მადლობა.